მაშინ ასე ჩაიფიქრეთ კონკრეტული ერთი ადამიანი, წარმოსთქვით მისი სრული სახელი და გვარი თქვენს გონებაში და აირჩიეთ ვარიანტები. პირველი ვარიანტი გვექნება ცისფერი კუ, მეორე ვარიანტი ნარინჯისფერი კუ, მესამე ვარიანტი ფოსფორისფერი კუ. მაშინ ასე ვიწყებ. ვინც ჩაიფიქრეთ ცისფერი კუ პირველი ვარიანტი, ამოვიდეთ ძალიან და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები გადამეშალა. პირველ რიგში ასეც გეტყვით, რა ხდება ამ ადამიანის გონებაში, პიროვნების მიზნები, მისწრაფებები, გეგმები, აზრები. შესაძლოა, რომ თქვენ თვითონაც თავად იმყოფებოდეთ და საკუთარ თავზე ჩაიფიქრეთ. მინდა გითხრათ, რომ ამ წუთის მდგომარეობით თქვენი გონება მაქსიმალურად გეუბნებათ, რომ დრო არის გადამწყვეტი და კარდინალური და დაჟინებული ნაბიჯები უნდა გადადგათ, რადგან ამ ნაბიჯების გადადგმის ეფექტურობა და აუცილებლობა არის თქვენთან, თუ რა თქმა უნდა ამ მოვლენასთან ახლავს მტკივნეული და ემოციური შეგრძნებები, მაგრამ ზოგჯერ შიშებიც და ეჭვებიც მინდა გითხრათ, რომ კარგი არის ჩვენი გამოფხიზლებისთვის და მე ამას ვეძახი როგორც ენერგეტიკულ შეჯანჯხარებას. ამიტომ ესეთი საქციელებიც და ესეთი ნაბიჯებიც, რაც უნდა გადაიდგას ნამდვილად ადამიანისთვის საჭირო არის. კარდინალური ნაბიჯები. ახლა მოდი ცოტა ჩამოვშლი და ავხსნი, რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა გადადგათ ის და გაბედოთ ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გაბედეთ და ამდენი ხნის განმავლობაში ვერ და არ შეძელით თქვენი შიშების და თქვენი ეჭვების გამო. გულგატეხილი იყავით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ წუთას გონებაში, რასაც აღიქვამს ძვირფასი პირველი ვარიანტი, გეტყვით, რომ ეს არის ტკივილისგან განთავისუფლება, პატიება, დეპრესიისგან და დარდისგან და მწუხარებისგან. ასე კონკრეტულად და ღრმად იმიტომ ვშლი, რომ ზუსტად მინდა იცოდეთ თითოეული სიტყვის და თითოეული დეტალის მნიშვნელობა. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჩავეტიო მე დროში, თუმცა თუ ვერ ჩავეტევი, არც ეს არ არის პრობლემა, ჩავწერ უფრო მეორე ნაწილსაც. მინდა იცოდეთ, რომ მოგონებები ნუ გაქვთ ჩახშობილი, რადგან ეს მოგიტანთ დაბნეულობას. ძალიან შეცდომებზე ხართ ძალიან ორიენტირებული და ეს შეცდომები თქვენ რეალურად განადგურებთ და მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია აშლილობამდეც მიყავდეთ. ვიღაცა ადამიანის წერილს ელოდებოდით, მისგან შეტყობინებას ელოდებოდით, მისგან დაბრუნებას ელოდებოდით, მაგრამ ეს ადამიანი არ დაბრუნდა. ეხლა მე როგორც ხედავ, აქ ძირითადად არიან ქალბატონები, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ამოვიდა ქალბატონის არკანი, მე ვერ აღვიქვავ იმას, რომ აი მამაკაცი არის აქ ჩაფიქრებული, თუმცა შესაძლებელი არის ესეც. ადამიანი სოციუმში, ხლა თქვენ ესეთი ადამიანი როგორ ხართ, იცი, რეალურად როგორ გამოიყურებით და როგორი ადამიანი ხართ, ან როგორი ადამიანი არის ის ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ. რეალურად მას შეუძლია იყოს ძალიან კარგი, მზრუნველი, სტუმართმოყვარე, ასე ვთქვათ, ბევრი მიღწევები და წარმატებები ჰქონდეს ამ ადამიანს და რაღაც თავისი სილამაზე, გრაციოზულობა, რაღაც თვითკონტროლი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი სოციუმში აღიქმება აბსოლუტურ აურზაურში, ქაოსში და ტყუილებში. რწმენის ნაკლებობა აქვს და ნდობის არქონა აქვს და ყველაფერთან დაკავშირებით აქვს ზედაპირულობა. ეს განაპირობებს იმას, რომ ადამიანს აკლია თვითდისციპლინა. ქორწინებაც, აი თითქოს მისი ქორწინებაც ესე აღიქვამს მის გარშემო არსებული სოციუმი, მისი ქორწინებას თითქოს იყო მხოლოდ სტატუსისთვის ან ფულისთვის. აქ შესაძლებელია ზოგიერთ მიწისტიქიის ნიშნებს ქონოდათ მუცლის მოშლის პრობლემები ან რეპროდუქციული პრობლემები ზოგადად. არაკეთილსინდისიერად ექცევიან საკუთარ თავს. პირველი ვარიანტები. არაკეთილსინდისიერი მოქცევა ეს აბსოლუტურად ნიშნავს, რომ არ არიან მართლები საკუთარი თავის მიმართ. აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ თქვენ საზოგადოებას როგორ ექცევი. არა, აბსოლუტურად საკუთარი თავის მიმართ არიან დაუნდობლები და უხეშები.
ეხლა რაც შეეხება რა უდევს გულში, რას დარდობს მისი ემოციური მდგომარეობა, აქ არის რომ მას ქონდა მრავალხრივი შესაძლებლობები, ხელსაყრელი შემთხვევები, თუმცა ეს არჩევანისგან და ყოყმანისგან გამომდინარე გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული ვერ მიიღო და ამან უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი ნიჭის გამოუყენებლობა. ანუ ეს ადამიანს რა უდევს ახლა გულში, ესე ცოტა რო ჩამოვშალო დაუხსნა, ადამიანი არის საკმაოდ ნიჭიერი, საკმაოდ ასე ვთქვათ, შეუძლია რომ მიაღწიოს ძალიან ბევრ წარმატებას, მაგრამ არის ილუზიურ ფანტაზიებში და წარმოდგენებში. ეს არის აბსოლუტურად დაბნეული არის ადამიანი და ილუზიურ წარმატებას რატო ვახსენებ ეს თქვენ კი არ ფანტაზიორობთ პირველო ვარიანტო. თქვენი რაც მიგაჩნიათ, რომ თქვენი წარმატების გზა ეს არის რეალურად ილუზიური. თქვენ თავის დროზე და იმ დროს, როდესაც უნდა საკმაოდ სოლიდური ნაბიჯები გადაგედგათ საკუთარი ნიჭის და საკუთარი მიმართულების და შესაძლებლობების გამოყენების მხრივ, თქვენი გაჭიანურებით და ყოყმანით ხელსაყრელი შემთხვევები ხელიდან გაქვთ გაშვებული. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ახლა გულში რას უდევს, რასაც დარდობს, აქ მამობის არკანი ამომდის, კაცის არკანი ამომდის, ძალიან ბევრს ნერვიულობთ, ხმლების მეფეზე. ხაირის ნიშანი შესაძლებელია იყოს, რაც რატომ ნერვიულობთ და რა გაგაბედნიერებთ, ესეც არის უბრალოდ რატო ნერვიულობთ ესე ძალიან ამ ადამიანის ცოტა ცივ, მკაცრ და შეუბრალებელ ენერგიას მე ვერ ხვდები. თქვენს გვერდით ნამდვილად შესაძლებელია კარგი ადამიანი იყოს, კარგი ავტორიტეტული კაცი, მამა, მაგრამ ეს მას აქვს ძალიან, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი და რაციონალური აზროვნება. ამიტომ თქვენთვის ეს არის როგორ ვთქვათ, ცოტა შემაშინებელიც, მაგრამ გაგაბედნიერებთ თუ არ არის ესეთი ადამიანი თქვენს გვერდით, გაგაბედნიერებთ ესეთი ადამიანის ყოფნა. ანუ ადამიანი, რომელიც არის რაციონალური, ავტორიტეტული, დისციპლინური და მეომარი. ესეთი მეომარი მამაკაცი გჭირდებათ გვერდით იმისთვის, რომ გაბედნიერდეთ და რატომღაც ისე ამოდის აქ, რომ რეალობაში რაზეც ოცნებობთ, ეს მამაკაცის ძალა უკვე თქვენში გაქვთ შიგნით შექმნილი. სამსახური და კარიერა ცუდად მიდის, მეთქი ამას ვერ ვიტყვი. ამ წუთის მდგომარეობით, ამ ენერგიის გადაწყვეტილებით საკმაოდ ნორმალურ გზას ადგახართ. ფინანსებში თავშეხვეული ამომდიხართ და ბოლო წვეთი მენტალური ტანჯვის ფორმაზე ამოდიხართ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უკვე ეს ბოლო ნაბიჯი იყო და საკმაოდ კარგი გამოსწორების გზაზე დგას ეს თქვენი, ასე ვთქვათ, ფინანსების საკითხი, ამიტომ ცოტაც დაითმინეთ, სულ რაღაც რამოდენიმე თვე და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება წითელ ფერს, შემოიყვანეთ წითელი ფერი თქვენს ცხოვრებაში. ეხლა თქვენი პირველი ვარიანტის ოჯახის არკანს რაც შეეხება, აქ მე ვხედავ ორ ვარიანტს, ორ არჩევანს, რომელიც თავშივე გაქვთ გაკეთებული, გქონდათ ორი არჩევანი, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ ამ ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი აირჩიეთ, რასაც მოყვა თქვენი 10 წლიანი უიღბლობა, ფინანსური ყევები, რაც გამოწვეული იყო, ეს არის თქვენი განვლილი ოჯახური ცხოვრების ეტაპს ვამბობ და გითხრობთ, განვლილი 10 წელი, რაც განვლეთ ამ ადამიანთან და ამ ოჯახურ ცხოვრებაში, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმები, ვარდნები, უბარაქობა, ფინანსები, არეულობა და მუდმივი კონფლიქტები. არავის არ სურდა თითქოს ეს ურთიერთობა გარშემო, არც ერთი მხრიდან, არც მეორე მხრიდან, იყო ასევე შავი მაგიის ჩარევაც და რამაც მოიტანა ადამიანის მენტალური, აი ეს ყველაფერი, რაც ახლა თავში ვახსენეთ, რომ არასწორი ნაბიჯები გააკეთეთ და არასწორი მდგომარეობები და ასე ვთქვათ, საქმეები აირჩიეთ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო შავი მაგიის წყალობით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საბოლოო არკანი ამოვიდა 21 სამყაროს არკანი, რაც მნიშვნელოვნად კარგი არის, ახლა შეიძლება საზღვარგარეთ იმყოფებოდეთ, ამიტომ კარგ გზას ადგახართ. ცოტა ჩაკეტილ სივრცეში ხართ, ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ ხოლმე, რომ გახვიდეთ გარეთ და უფრო მეტი ისეირნოთ და მეტი კონტაქტი გქონდეთ ბუნებასთან. წარმატებებს გისურვებთ. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ცისფერი
კუ საკმაოდ საინტერესო ადამიანები ამოხვედით, ან შეიძლება თქვენი თავი ჩაიფიქრეთ, შეიძლება სხვა ადამიანი ჩაიფიქრეთ. გამოიწერეთ ჩემი გვერდით, ამი კომენტარით და გამოდით უკო კავშირზე. წარმატებებს გისურვებთ.